16 ოქტომბერს გაირკვევა დაარღვია თუ არა საქართველოს პრეზიდენტმა ქვეყნის უზენაესი კანონი. საკონსტიტუციო სასამართლოს პლენუმი რეზონანსულ საქმეზე გადაწყვეტილებას ორშაბათს გამოაცხადებს. 9 მოსამართლიდან მინიმუმ 6-ის თანხმობაა საჭირო, რომ საბოლოოდ დადგინდეს, იყო თუ არა სალომე ზურაბიშვილის შეუთანხმებელი ვიზიტები კონსტიტუციის დარღვევა. თუ მოსამართლეები მთავარი კანონის დარღვევას დაადასტურებენ, სალომე ზურაბიშვილის თანამდებობიდან გადაყენების პროცედურა პარლამენტში გადაინაცვლებს, თუმცა იმპიჩმენტისათვის საჭირო 100 ხმა მმართველ პარტიას საკანონმდებლო ორგანოში არ აქვს. გამომდინარე იქიდან, რომ თავად საკითხი არის ძალიან მარტივი გადასაწყვეტი, ჩვენ მოლოდინი გვაქვს ერთადერთი, რომ საკონსტიტუციო სასამართლო იტყვის, რომ პრეზიდენტმა დაარღვია კონსტიტუცია. ასეთი დასკვნის შემდგომ უკვე პროცედურა გადაინაცვლეს პარლამენტში. ნახოთ ამ შემთხვევაში რა პოზიციას დაიჭერს ოპოზიცია, თუმცა მე ვფიქრობ, რომ იმ გადმოსახედიდან, რომ კონსტიტუციის დაცვა არის უზენაესი ღირებულება, ოპოზიციამაც სწორი გადაწყვეტილება უნდა მიიღოს ასეთ შემთხვევაში და ხარი გაუჭიონ იმ გადაწყვეტილებას, რომელიც თავსებადი იქნება საკონსტიტუციო სასამართლოს დასკვნასთან. არაერთხელ ვთქვით, რომ ეს პროცესი ძალიან მნიშვნელოვანია, მას აქვს როგორც პოლიტიკური სამართლებრივი დატვირთვა და საკონსტიტუციო რეფორმის შემდეგ პირველად ხდება, როდესაც სერიოზული დისკუსია წარმოიშვა ახალ კონსტიტუციასთან დაკავშირებით და მას ნამდვილად სჭირდება საკონსტიტუციო სასამართლოს სამართლიანი, კომპეტენტური და ამომწურავი დასკვნა. მე იმედი მაქვს, ასეთიც იქნება სასამართლოს გადაწყვეტილება და ის დაეხმარება ჩვენს ქვეყანას, დაეხმარება იმაში, რომ ჩვენი სახელმწიფოს შენება განვაგრძოთ კონსტიტუციის და წესების პატივისცემით. მოლოდინი გვაქვს ზუსტად იგივე, როდესაც დავიწყეთ ეს პროცესი, იმიტომ რომ იმდენად ცხადია და იმდენად სახეზეა კონსტიტუციის დარღვევა და ეს არის სამართლებრივი შეფასება, ამ შემთხვევაში ჩვენ არ ვსაუბრობთ პოლიტიკურ შეფასებაზე, სამართლებრივი შეფასება უნდა იყოს ძალიან მარტივი, იმიტომ რომ ჩვენ ხელსახეზე გვაქვს კონსტიტუციის დარღვევა. დღესდღეობით არ გვაქვს მოლოდინი, რომ მოგროვდება 100 ხმა, მაგრამ რეალურად ეს იქნება აუცილებელი იმისათვის, რომ ყველამ ჩვენს ქვეყანაში, მათ შორის პრეზიდენტებმაც, მათ შორის პარლამენტის წევრებმაც, მათ შორის ნებისმიერ მოქალაქემ იცოდეს, რომ ამ ქვეყანაში უზრუნველყოფილია კანონის უზენაესობა და კონსტიტუცია უნდა დაიცვას ყველამ.